უახლოეს ისტორიის ახალი ომი დაიწყო, რუსეთ-საქართველოს ომი, რომელსაც რატომღაც არ ველოდით, მაგრამ რატომ არ ველოდით აი ამის მიზეზების გარკვევას ვცდილობ დღესაც. რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წლის თავზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად უსაფრთხოებას მიიჩნევენ. კვლავაც ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილება, ამბობენ, რომ ისევე როგორც მთელ ქვეყანას ჰიბრიდული ომის პირობებში უწევთ ცხოვრება. დიდგანვე ჩვენი მტერი იყო რუსეთი და დღესაც ესე დარჩა. მართალია დღეს იარაღს აღარ ხმარობს ჩვენს მიმართ, ბომბებს აღარ გვესვრის, მაგრამ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. და დღესაც ჩვენი ნომერ პირველი გამოწვევა უსაფრთხოებაა. ნომერ პირველი გამოწვევა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვართ საოკუპაციო ხაზიდან და ცხინვალიდან და ეს ყოველთვის ქმნის ძალიან დიდ პრობლემას და უხერხულობას, ძალიან დიდ თავისუფლად ვერ მოძრაობ საქმე იმაშია. ჩემი მოკლედ როგორც ერთი რიგითი ადამიანის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, სერიოზული გამოწვევა მცოცავი ოკუპაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის მიზის ნაკვეთები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა არის დარჩენილები, დღესაც უსაფრთხოდ არ არის. და ამიტომ ეს ძალიან მტკივნეულია. თავისუფალ შებოჭილი ხარ, შენ სახლში ხარ შებოჭილი, შენ სეზუკარმი და მოში ხარ შებოჭილი. არაფერი. ძალიან ცხოვრობ საოკუპაციო ხაზთან. ძალიან გაჭირვებაში ვარ. აი გვეშინია ახლა იქ ახლოსი ვარ, 3 კილომეტრში ვარ. გვეშინია რამდენჯერ საქონელი წაათვეს ხალხი დაიჭირეს, გადაიყვანეს. ხო და არავინ პატრონი არ არის ისეთი რომ იმასა კი ახლა რომ ვინც დაიჭირეს, შეეძინა მთავრობა და გამოუშვეს იმას, მაგაზე მადლობლები ვარ. მაგრამ რატომ უნდა იყოს ისეთი ისა რომ გეშინოდეს რომ იმას ვეკეთოს. საკუთარ მიწაზე გინდა მეხვიდე მოსავალი მოიყვანო აიღო და შიში რატო უნდა იყო. მიშვილი მოძღვარია და აგერეთ 17 გმირის ტაძარი როა იქ მარის და ჩვენთვის ეს არ გარნელებულა, ჩვენ სულ მაგ რეჟიმში ვართ, სულ ყოველთვის განვიცით ამ მდგომარეობას და ძალიან, რა ვიცი, ყოველთვის მეშინია ომის გორში მით უმეტეს, რა ვიცი. ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ. ერთადერთი რაც არის და ძალიან დიდია ეს, რომ სიწყნარია, მაგრამ სოციალური თვალსაზრისით ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა. ძალიან მძიმე სიტუაცია. ვერ მოგვარებულა სახელმწიფოს მხრიდან, არ ვიცი, რა აქვს ჩადებული ამისთან და ტრანსპორტის საკითხი. ვერ მოგვარებულა, რომ ტრანსპორტი გამართულად მუშაობდეს. მუშაობდეს დღეში 3-ჯერ, მაგრამ ვიცოდეთ რომელი საათიდან რომელ საათამდე მუშაობს. რატო უნდა იჯდე ამ სიცხე 45 გრადუსია სიცხე პაპანაკებაში 2 საათი სამარშრუტო ტაქსში და ელოდებოდე როდის გაივსება მგზავრები და როდის წამოვა. ძალიან მძიმეა. აქედან წასვლა უარესია, ვიდრე იქიდან წამოსვლა. არ არის სოფელში არც ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც აი ახლა ექიმი რომ დაგჭირდეს, შეიძლება მაგალითად ნახო ერთი კვირის განმავლობაში, ან ვერ ნახო. შეიძლება სხვაგან იყოს დასული და არ მოვიდეს. ასევეა აფთიაქში, წამალი რომ გინდოდეს, ვერ წახვალ აფთიაქში, გორში უნდა წახვიდე. პური რომ გინდოდეს და შენ ვერ გამოაცხო იმაში, აუცილებლად სადღაც უნდა წახვიდე და იქიდან მოიტანო ახლო მიმდებარე სოფელში ან გორში და ასე შემდეგ, აი ასეა ყველაფერი. და ეს არის ძალიან ცუდი, რადგან 30 კილომეტრის დაცილებით სოფელი რაიონული ცენტრიდან 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 17 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2222-ს შეადგენს, მათ შორის 145 პირი სამხედრო მოსამსახურია. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.